გამარჯობა, თქვენ უყურებთ კონცეპტორის პოდკასტს, რომელიც ეძღვნება ინტერიერის დიზაინს და რემონტს. ეს არის სივრცე, სადაც საუბრობთ იმაზე, თუ როგორ იქმნება იდეები, როგორ გარდაიქმნება დიზაინი რეალურ ჩანახატად. აქ ასევე ვისაუბრებთ როგორც კონკრეტულ დეტალებზე, ასევე იმ ემოციებზე და გამოცდილებაზე, რასაც დიზაინერი ინახავს თავის პროექტებში. დღევანდელი ჩვენი პოდკასტის სტუმარი არის ინტერიერის დიზაინერი ნათია კარიოვი. მოგესალმებით, ქალბატონ ნათია. როგორ გრძანდებით პროექტში თავს როგორ გწნოთ? დიდი მადლობა მოწვევისთვის. მადლობა. აქ პრინციპში თავს როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობ. დღეს საინტერესო პოდკასტი გვექნება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ქმნის დიზაინი რეალურ პროექტების საბაზრო ღირებულებას და ვფიქრობ, საინტერესო მიმართულებით შეგვეძლება სხვადასხვა მიმართულებები ჩავშალოთ და ვნახოთ რეალურად რას გვაძლევს დიზაინი როგორც საბაზრო ღირებულების ასამაღლებელ ფასს. 2025 წელთან შედარებით 2026 წელი ახლახანს დაიწყო და რამდენად არის მოთხოვნა დიდ პროექტებზე 2025 წელთან შედარებით. წლის დასაწყისი დიზაინში ყოველთვის ძალიან ესეთი შენელებულია ხოლმე ეს პერიოდი, იანვარი-თებერვალი ზოგადად ძალიან ესეთი. ეხლა უკვე მარტიდან იწყებს ხალხი მოძრაობას, იწყება თითქოს ყოველ წელს ესია რაღაც ამდენი წლის მუშაობის პროცესში რაღაცა ესეთი დაკვირვება მაქვს, რომ მარტიდან ცოცხლდება თითქოს ეს ფაზა იწყება მაგიტად. ეს ის თუმცა არ ვიტყოდი მასე წელს სხვათა შორის აი ახალი წლის მერე უკვე გააქტიურდა ხალხი და საკმაოდ აქტიური პერიოდია კი ნამდვილად. დიდ პროექტებს არ ვიცი, ვერ გამოვყოფდი ესე, მაგრამ აი პირადი ბინებზე და ასეთ თემები საკმაოდ გააქტიურებია. ხო, მეც ესე ვიტყოდი, რომ წინ არის ყველაფერი, იმიტომ რომ მარტიდან იწყება ძირითადად აქტიურობა ამ სფეროში. ანუ ძირითად შემთხვევაში, როდესაც რემონტი იკეთდება, ინტერიერის დიზაინი იგეგმება, ამინდებზე არის დამოკიდებული, ხო? გაზაფხულის პერიოდიდან უკვე იწყება აქტიური პროცესები. ხო, ეგეც არის კი, იმიტომ რომ იქ შრობის პროცესები პერიოდები, ხო, რო ტემპერატურა უფრო თან ჩვენ ახალი წლის მერე ხო იცით როგორც ხდება ხოლმე ცოტა გვიგრძელდება ქართულებს ეს ახალი წლის პერიოდი და კი, ეხა უკვე უფრო აშკარად ეტყობა გამოცოცხლება ბაზარს. მშვენიერი, ძალიან კარგი. მასშტაბურობის მიხედვით გასაწლებს რო შევადაროთ, თუ რომელიმე პროექტი გახსენდებათ ისეთი, რომელიც ყველაზე მასშტაბური იყო 2025 წელს, რაც გაიკეთებიათ. კი, 2025 წლიდან მოყოლებული 24-დან ვაკეთებთ სასტუმროს ჩვენი კომპანია NS კარიაული, ვაკეთებს სასტუმროს დიზაინს წინანდალში და საკმაოდ დიდი პროექტია, რამდენიმე წელია უკვე ამ პროექტზე მუშაობ და წელს უკვე რა იყო ამ პროექტის მთავარი გამოწვევა? ეს პროექტი იქნება წინანდალში, ეს არის ღვინის ქარხანა, რომელმაც გააკეთა ესეთი პატარა სასტუმრო 20 ნომრიანი, თავის რესტორნით, მარნით, ძალიან დიდი ქვევრების საცავია, უძველესი ქვევრები ქონდათ შემონახული და ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ კონცეპტუალურადაც, ანუ ეს ღვინის თემა, ფერებით, მასალებით, ყველაფრით კონცეფცია ისეთი შექმნილია, რომ ანუ ღვინის თემაზე არის ხაზგასმა, იქ ცალკე შეიქმნა რაღაც დიზაინ ელემენტები, რომელიც კონკრეტულად ამ ქარხნის რაღაც ისტორიულ თემებს უსვავს ხაზს და მოკლედ უკვე აპრილიდან ან მაისიდან უკვე უმასპინძლებს პირველ სტუმრებს ჩვენი ობიექტი. მშვენიერი, ძალიან კარგი. ეხლა რაც თქვით კონკრეტულად მასშტაბური სახის პროექტი უფრო იყო ეგ ყველაფერი და მაინტერესებს ჩვეულებრივ მინებთან შედარებით და ოფისის ფართობთან დაკავშირებით უფრო მასშტაბურად მოისაზრებს ყველა იმ დეტალს, რაც ღვინოებთან დაკავშირებით უნდა იყოს გათვალისწინებული და ინტერიერის დიზაინიც ცოტა მრავალფეროვანი უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, ხო? საინტერესო არის საწყისი ეტაპიდან დაგეგმარება, როდესაც დაიწყეთ, თავიდანვე იცოდით ის კონცეფცია, რა კონცეფციაც უნდა შეგექმნათ თუ ეტაპობრივად მოვიდა ეგ ყველაფერი? არა, საერთოდ მე პირადად ესე მუშაობ, როდესაც ვიწყებ პროექტზე მუშაობას, ეს იქნება პატარა ობიექტი თუ დიდი ობიექტი, პირველ რიგში აუცილებლად კონცეფციაზე ძალიან ბევრს მუშაობთ ამ ეტაპზე, რომ ვთქვათ, ყველაფერი რაღაც იდეიდან დაწყებული, მასალებით დამთავრებული, ანუ როდესაც პროექტი საერთოდ რაღაც კონცეფციის ქვეშ არის გაერთიანებული, ყოველთვის საინტერესო გამოდის და ჩვენი პროექტები მე ესე გამოვყოფდი, რომ ამით გამოირჩევა ხოლმე, იმიტომ რაღაც გამაერთიანებელი იდეა ყოველთვის დევს, ვთქვათ, ჩვენ სასტუმროებიც რო გაგვიკეთებია, იქაც ყოველთვის ვცდილობ კონცეფცია იყოს შეკრული. ამ შემთხვევაშიც, ეს ღვინის თემა, ყურძენი, ეს ინტერიერშიც ბევრგან შეხვდებით აი ამ სხვადასხვა მხრივ ჩაშლილ ამ თემებს
და ხო ყოველთვის უფრო საინტერესოა და რაღაცა როცა მიდიხარ მომხმარებელიც რომ მიდის და უყურებს და ხვდება რომ ადამიანს ამაზე ნაფიქრი აქვს, მგონი რაღაცა სხვა ემოციებს წარმოქმნის. იყო თუ არა კლიენტის და შენი პროფესიული ხედვა განსხვავებული ამ პროექტის მიმდინარეობისას და როგორ გადაწყდა ეს თუ იყო? კონკრეტულად ამ პროექტთან. კონკრეტულად რადგან ამას განვიხილავთ? ამ პროექტთან დაკავშირებით არა, სხვათა შორის ჩვენ ადრეც ნამუშევარი გქონდა, მე ადრე გავუკეთე მათ მარანი, ეს საცავი, დიდი ხნის ქარხანა და პატარა საცავი გავუკეთეთ და რაღაცა თავიდანვე ესე შევეწყვეთ ერთმანეთს კი გემოვნებით და მე უკვე როცა დაიწყეს ეს დიდი მშენებლობა, მაშინაც დამირეკეს მე და ნუ აი ესეთი ხა არქიტექტურული ნაწილი სხვისი იყო და ინტერიერის ნაწილში უკვე ჩვენთან გადაწყვიტეს თანამშრომლობა და არა, სხვათა შორის ძალიან ესე შეხმატკბილებლად მივდივართ ამ პროექტზე, ანუ უზიარებთ ერთმანეთს იდეებს და ძირითადად კი მოყვებიან ძალიან კარგად. თანხმედრაში რამდენად მოდის, როდესაც მომხმარებელს აქვს თავისი ხედვა, პირობითად ეხა ისევ ამ პროექტზე რახან საუბრობთ, ეს ჩავშალოთ დეტალურად. ღვინის მიმართულებით რახან იყო დამკვიცად შესაბამისად ღვინის მიმართულებით თავის წარმოდგენები აქვს ხო და თქვენც ასევე როდესაც იმ კონცეფციას და იმ სტრატეგიას ქმნით ინტერიერის დიზაინის, რამდენად იყო ეგ ყველაფერი თანხმედრაში რა, შეიძლება მე როგორც დამკვეთი ჩემი ხედვა მაქვს და მგონია რომ ეს ქართულ მოტივებზე უნდა იყოს აქცენტირებული და თქვენი ხედვით შეიძლება ცოტა თანამედროვე სტილით შეიძლება ეგ ყველაფერი დაუკავშირდეს რა ერთმანეთს და აი ეს კონკრეტულ მომენტი ძველი სტილი და თანამედროვე სტილი რამდენად თანხმედრაში არის ერთმანეთთან და კარგად მუშაობს თუ არა დღესდღეობით. ან მომხმარებლებს რამდენად აქვთ იმის აღქმა, რომ ძველი სტილი თუ არის, მაგ შემთხვევაში ყოველთვის ძველი სტილი უნდა იყოს და ძველი სტილთან თანამედროვე სტილი ძირითად შემთხვევაში თუ თანამედროვე არქიტექტურას შევეხებით, სხვადასხვა ქალაქებში და ინფრასტრუქტურა რაც არის წარმოდგენილი, ძველ დიზაინთან თუ თანამედროვე დიზაინ შერწყმა არის, ძირითად შემთხვევაში ნეგატიურ კონტექსტში განეხილავენ რომ არ მოწონთ და ამ შემთხვევაში, როდესაც ქართულ მოტივებზე და ღვინოზე არის საუბარი, ამ შემთხვევაში თანამედროვე ელემენტები რამდენად თანხმედრაში მოდის ამ ყველაფერთან? კი ბატონო, არის ეს თემა, ზოგადად ქართულ მოტივების თანამედროვება ცოტა ისეთი თემა, მაგრამ ნუ დღესდღეობით ეს უკვე ცოტა მოძველებული თემაა, რომ მხოლოდ ძველებური სტილით გააკეთო ინტერიერი. ხა მე მასე გაკეთებული მაქვს ძველი რესტორანი, ძამბერი რესტორანი მაქვს გაკეთებული, ტაბლა მაგალითად, რომელიც აბსოლუტურად ავთენტური იყო, ქართული რესტორანი და იდენტობა მაინც ჩვენებული ქონდა. და რა ვიცი, მაშინ იყო რომ ეს ძველ სტილში უნდა ყოფილიყო, თან მაშინ მოვიგონეთ ქართული სალონური სტილი ესე არ არსებობდა და ეს შევქმენით რაღაც როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს სალონური ინტერიერი ძველ საქართველოში. და დღესდღეობით ახლა ამ პროექტს რაც შეეხება, აქ უფრო რადგან ქარხნის ტერიტორიაზეა, ესე თამამად გვაქვს გამოყენებული უფრო ესეთი ინდუსტრიული სტილის დეტალებიც, იქ კედლის შპალერი ხო? კედლის შპალერი. გვაქვს ინდივიდუალურად შექმნილი დიზაინერის მიერ შექმნილი პრინტი, ნახატი, რომელიც დაიხატა კონკრეტულად ამ პროექტისთვის. კი, მე ნახე სხვათა შორის. ხო, ძალიან საინტერესო დიზაინერმა ზენკა მიმუშავა ამაზე. იქ ვიტრაჟები გვაქვს გამოყენებული, რომელიც ასევე ასევე სხვა დიზაინერმა იმუშავა. ანუ ესე ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე ჩვენ პროექტებში, რომ ჩავრთოთ ასევე ქართული წარმოება, ქართული ელემენტები და მაგრამ გათანამედროვებლად რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ახლა 21 საუკუნეში ვართ და რაღაცა პირიქით მე მგონი ეს უფრო რაღაცნაირი გამოწვევაა, რომ აი ეს ძველი გადმოიტანო თანამედროვეობაში და რაღაცა ახლებურად აჩვენო. მაგრამ ამავდროულად მაინც შეუნარჩუნო ის ძველი ქართული ავთენტური. ახლა აგური გვაქვს გამოყენებული ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენ პროექტში, მაგრამ აგურის გვერდზე მეტალის ელემენტები გვაქვს ჩართული და სხვადასხვა თანამედროვე მასალები, აი ვინილი, ფილა, ვიტრაჟი და რა ვიცი, მოკლედ საინტერესოა სხვა ეს კონცეფცია რო შეიკრას იდეაში, წინა კითხვაზეც რაც ვისაუბრეთ კონცეფციასთან დაკავშირებით, ჩვენი დღევანდელი სივრცე, სადაც ახლა პოდკასტს ვიღებთ, კონცეპტორი ზუსტად მაგას იმსახურება, რომ თავარი იდეა და თავარი კონცეფციის ნაწილი რაღაც იდეა ავიღოთ,
რომ ერთი პროექტი და მეორე პროექტში გადავიტანოთ ან რაღაცა ახალი შევძინოთ ამ ყველაფერს, ამ სივრცეში წარმოქმნილი სხვადასხვა სარემონტო მასალა მაგ ყველაფრის შესაძლებლობას გვაძლევს და ძალიან სასიამოვნო არის. რამოდენიმე ინტერიერის დიზაინის სტილი ვახსენეთ და მაინტერესებს ინტერიერის დიზაინში რომელიმე დიზაინი არსებობს, რომელიც უძრავი ქონების ღირებულებას გაცლებით მაღალ ფასად წარმოაჩენს თუ ნეიტრალურად სცენს უძრავი ქონებას ამ ღირებულებას. აი მაგალითად ეხლა ახსენეთ ძველი სტილი ქვასთან პირობითად მეტალის მიმართულებით, მეც ეხლა რაც მინახავს ძალიან ლამაზი და ძალიან მომწონს ინდუსტრიული სტილი მქონე პროექტები რაც არის. აი მაგის მიმართულებით მაინტერესებს რამდენად ზრდის უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას მსგავსად კარგად დამუშავებული ინტერიერის დიზაინი. კი, რა თქმა უნდა, ზრდის. ეხლა ადრე მიიჩნეოდა, რომ თქვათ კლასიკური სტილით თუ იყო დიზაინი გაკეთებული, ეს იყო უფრო ძვირადღირებული და ძვირფასი, დიდრული. მაგრამ დღესდღეობით უკვე დღევანდელი ტენდენციების გათვალისწინებით, მაგალითად მინიმალიზმით, მინიმალისტური სტილი ეხლა დღეს რაც ძალიან აქტუალურია, თუმცა ცოტა უკვე ეგეც გადადის მოდიდან. კარგად შესრულებული, ვთქვათ, მასალები, პრინციპში მასალები განაპირობებენ მაგ ღირებულებასაც, ანუ რამდენად ძვირადღირებული მასალებია, იგივე დიდი ფილები, რომლებიც არის. ხა როცა შეხვალ და ნახავ ესეთ მოპირკეთებულ ობიექტს, რა თქმა უნდა, იმას უფრო ფასი სხვა აქვს. კომერციულ ბინებს რასაც ეძახიან, ეხლა რომ ვთქვათ, არემონტებენ და ყიდიან, ხო? მათშიც კი არის ძალიან დიდი სხვაობა. ვთქვათ, იგივე როცა შედიხარ და ვთქვათ ძვირფასი მასალაა გამოყენებული, იგივე დიზაინი, კონცეფცია ადებს, იმას აბსოლუტურად სხვა ფასი აქვს და უბრალოდ ისე გაკეთებული, რომ იყოს გაკეთებული, ხა ეგეთი ბინებიც გვინახია, მაგალითად მეც მქონია შეხვედრა, იყიდა დამკვეთმა გამზადებული ბინებით, რომ უნდა შეხვიდე, იცხოვრო, მაგრამ ისეთი მასალით არის და ისეთი ხარისხით არის შესრულებული, რომ დაგვინგრევია ყველაფერი და თავიდან გაგვიკეთებია, ხო, და რა თქმა უნდა პირველ რიგში ამას იწახის მასალა, თქვათ, იქ იატაკზე რა მასალა, კარები, კედელი რითია მოპირკეთებული, აი ესეთი დეტალები ძალიან წევს საბაზრო ფასს, რა თქმა უნდა. პრინციპში ჩემი შემდეგ კითხვაც ეგ იყო, ეხლა განსხვავდება თუ არა კერძო ინვესტორი იქნება თუ დაუშვათ საბოლოო მომხმარებელი, ანუ შესაბამისად პასუხიც ანუ უკვე მივიღეთ ამაზე, რომ ნამდვილად განსხვავდება საბაზრო ღირებულება და დიზაინი შესაბამისად განსხვავდება ამასთან. როგორც ვიცი და მქონია ანუ მეც ყოფილა ამის მონაწილე, საკმაოდ დიდი პროექტები გაქვს შესრულებული და მაინც რომელს გამოვარჩევდი ყველაზე მეტად შენთვის ესე ანუ წარმატებულ პროექტად. რა თქმა უნდა, ყველა წარმატებული არის, მაგრამ მაინც ყველაზე ისეთი, რომელიც დაგამახსოვრდა სრულფასოვანი იყოს შენ გემოვნებასთან, შენს დიზაინთან და სრული თავისუფლება გქონდა ანუ არჩევის პროცესშიც. ნუ გამოვარჩევდი ახლა პირველი ესეთი დიდი პროექტი. მახსოვს იყო რესტორანი ტაბლა, რომელიც დაგვეწვა ახლა შარშან, მაგრამ ნუ ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მახსოვს ბიუჯეტს რო ვაკეთებდით და აი მილიონს რო ავწდით. მახსოვს რომ ძალიან მეშინოდა რომ ვაიმე სუყეთს ღერდა. ხო, რომ ვაიმე ამ ხელა პროექტს ვაკეთებ და ნუ ჩემთვის ეს ძალიან სერიოზული ის იყო, და თქვათ, გამოწვევა მაშინ ბევრი წლის წინ. თუმცა მე უკვე დიდ პროექტებზეც ვიმუშავეთ, გამოვყოფდი კიდე სასტუმროების პროექტს. ძალიან საინტერესო პროექტი გქონდა სასტუმრო ბიოგრაფი თბილისი. ეს იყო თან კოვიდის დროს ვაკეთებდით და ძალიან საინტერესო გამოწვევა იყო, იმიტომ რომ აშენებული იყო შენობა როგორც კორპუსი, 9 სართულიანი კორპუსი და ეს უნდა გვექცია სასტუმროდ. და ეს ყველაფერი ონლაინ, ხო? მაინც ესე კოვიდის პროცესში, მაინც კოვიდის დროს მიდიოდა რემონტი. ტიხრები თავიდან ამოსაყვანი იყო თუ ტიხრებიც არა, ტიხრები არქიტექტორმა უკვე დააპროექტა, გაკეთებული იყო. კორპუსიდან უნდა შეგვექმნა სასტუმრო. თემატურად საცხოვრებელი იყო და უნდა გადაგექციეთ. აი მან გქონდა ძალიან საინტერესო კონცეფცია ზუსტად, მაშინ ესეთი კონცეფცია მოვიგონეთ, რომ ვითომ ეს სასტუმრო არის თბილისის ქუჩები. და ყველა სართულზე სხვადასხვა ქუჩის დასახელება იყო და კორიდორებიც იყო გაკეთებული როგორც ქვაფენილი, ანუ ხალიჩა დავპრინტეთ როგორც ქვაფენილის ვიზუალი ქონდა. თავისი ლუკებით და ყველა კარები სართულზე იყო სხვადასხვა ვიზუალის. დაბეჭდილი ქონდა ეს კარებები. გოგა ჩანადირს ქონდა ესეთი პროექტი, ძველი თბილისური კარებები. და მისი ეს პროექტი, ანუ ვესაუბრეთ, თვითონაც ძალიან დიდი ინტერესით ჩაერთვა ამ იმაში და
ესე გადაღებული ქონდა ძველი, აი ეს დაძველებული კარების ფოტოები, ჭიშკრების, სადარბაზოს კარები იცით, ახლა ძველ თბილისში ძალიან ლამაზი კარები. თითო სართულზე იყო 15 ნომერი და ამ ნომრებს ყველას ქონდა თავისი სხვადასხვა ვიზუალის კარები, ოღონდ ეს იყო დაბეჭდილი, ფერად-ფერადი კარებებია, ძალიან ლამაზი გამოვიდა. და ყველას ქონდა ესეთი მისამართებიც, როგორც ძველ თბილისში იყო მისამართები, ესეთი სინი გქონდა, ლამპიონები თითო კარებზე და რაღაცა ძალიან საინტერესო და მე კედლებზე გრაფიტი გქონდა გამოყენებული, როგორც ქუჩაში ახატავენ ხოლმე. და მე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ სხვათა შორის მაგ პროექტშიც გვაქვს თქვენი ფილები აბაზანებში გამოყენებული. მაგას აუცილებლად შეგეკითხებოდი. და რბილი იატაკი სხვათა შორის რაც გამოვიყენეთ ჩვენ მერე ეს ჩვენი ფოტომასალა ჰალმონდის კატალოგში მოხვდა, იმიტომ რომ მათი იატაკი ქონდა გამოყენებული და ყველა ბინას რაღაც თავის შინაარსი და სართულს თავის ისტორია. რა მოინტერესებს, ანუ ყველა სართულზე სხვადასხვა ქუჩის სახელი ქონდა სართულებს, ხო? და კარებები სხვადასხვა დიზაინის იყო. საინტერესო არის თვითონ ნომრები სხვადასხვა დიზაინის იყო თუ ერთ დიზაინ სტილში ერთიანდებოდა? ნომრები ძირითადად ერთ სტილში იყო, უბრალოდ ფერებით იყო განსხვავება თვითონ ნომრების შემთხვევაში, მაგრამ სართულებზე, ანუ ყველა სართულზე სხვადასხვა გრაფიტი იყო გამოყენებული, იქ აი როგორც ქუჩის სკამი, ლამპიონი, ანუ ეს დეტალები გქონდა გამოყენებული და მაგ პროექტისთვის, ხო და რეცეფციაც ესეთი იყო, რომ შედიოდი თითქოს ქუჩაში შედიოდი ეს ძველი დახვეული კიბე გქონდა გამოყენებული, ეს მრგვალი კიბე, როგორც ძველი თბილისის ქუჩებშია, ეგ კიბეც მაშინ ჩვენი დიზაინით შევქმნით ქუთაისის ქარხანაში, ჩამოვასხმევინეთ თუჯის საფეხურები და ნუ მოკლედ ძალიან ესეთი ძალიან მიყვარს ეგ პროექტი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ენერგია ჩადო ჩვენმა კომპანიამ, მე და სოფომ, აი ძალიან ბევრ დეტალზე ვიმუშავეთ მაშინ და რაღაცა საინტერესო იყო და ისე ვუბრუნდებით კონცეფციის თემას, რომ რადგან ესეთი რაღაც შეკრულია კონცეფციით დიზაინი, რაღაცა უფრო საინტერესო გამოდის. რაღაცა ერთი იდეის ქვეშ ერთიანდება ყველაფერი და მე დიზაინერისთვისაც რაღაც თავისუფლ იშლება ეს თემა და აი, მაინც რა არის ხოლმე პირველი კითხვა, რასაც აი დიდი პროექტების აღებისას საკუთარ თავს უსვავ, აი, რა არის ეს პირველი სტრატეგიული კითხვა? პირველი კითხვას ეს უფრო დამკვეთს უსვავთ, რა უნდა, რისი მიღება სურს მას და პრინციპში ახლა რა ვიცი, ჩვენ შემთხვევაში ძირითადად დამკვეთი არის ჩვენი ამომავალი წერტილი. უკვე მერე, როდესაც დამკვეთი სურვილებს, მოთხოვნებს გავითვალისწინებთ, კი, ну იქ დიდი კითხვარია, ასე ვთქვათ. ხანდახან არის ხოლმე რომ დამკვეთს გონია რომ ეს უნდა, მაგრამ აღმოჩნდება რომ სხვა რაღაცა უნდა საბოლოოდ და ამიტომ ეს საკმაოდ დიდი პროცესია, პროცესში ჩართულები ხართ. აუცილებლად, ხო, დიდი პროცესია, სანამ კარგად გავიგებთ რა უნდა დამკვეთს და როცა გავიგებთ რა უნდა დამკვეთს, მერე უკვე გარდა იმისა, რა ვთქვათ, ჩვენ როგორ ხედავთ ამ პროექტს, პრეზენტაციას უკეთებთ აუცილებლად, ასევე ვითვალისწინებთ ტრენდებს და ვთქვათ იმ კვლევებს, რაც ყველა დიზაინერმა უნდა გაითვალისწინოს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაც დღეს არის, ვთქვათ, აქტუალური, შეიძლება რამოდენიმე წლის მერე ეს სულ არ იყოს აქტუალური. ამიტომ არის ესეთი კვლევები, რომლებიც რამოდენიმე წლით ადრე, ვთქვათ, იდება. სად შეგვიძლია რომ მოვიწიოთ ეს კვლევები, რომ გავიცნოთ საიტები, კი, სადაც იდება, აი, რამდენიმე წლის მერე ვთქვათ, რა ტრენდები იქნება და რა იქნება მოთხოვნადი ზოგადად მომხმარებელს. ინარჩუნებს მაგალითად, რომელი უძლებს დროს და რომელი იკარგება ამის. ესეთ დიდ პროექტებს, საზოგადო პროექტზე მუშაობ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო, რა თქმა უნდა, ესენი. იმიტომ რომ არ გამოვიდეს, რომ აი თქვათ მომავალ წელს შენ გააკეთე რაღაც დიზაინი და всё, ის მომავალ წელს შეიძლება საერთოდ არ იყოს აქტუალური და ამ შემთხვევაში ეს ძალიან გასათვალისწინებელია და ამ კვლევასაც ჩვენ ყოველთვის ვატარებთ ხოლმე. ანუ ეს ერთგვარად რაღაცა დიზაინერის ფორმულად შეიძლება რომ დავარქვათ, ხო, ესე? იცი რა, ამას მარტო ჩვენ არა, ამას განაგებს, რა ვიცი, მაღალი დიზაინისა, იმიტომ რომ მერე, როდესაც ეს ტრენდები იდება, ამას მიყვება ფეშენი, ანუ მოდის მიმართულება, აქსესუარი იქნება ეს ფილები და ასე შემდეგ. ხა თქვენც დააკვირდებოდით, რომ ყოველ წელს რაღაც დეტალები უფრო აქტუალური ხდება, რაღაც დეტალები უკან მიდის და ასე არის რაღაცა დეტალები, რომელიც რჩება მუდამ და ანუ უცვლელად ინარჩუნებს ესე რომ თქვა. ეგეც არის, რა თქმა უნდა, უცვლელი, სტანდარტული, უპრეტენზიო დეტალებიც არის, რა თქმა უნდა, ინტერიერში, რომელიც უცვლელია.
აი გონებაში მაინც ის სასტუმრო მაქვს ჩარჩენილი. იმოგზაურე ხო რაღაცა ესე იმ სართულებზე? წარმოვიდგინე ხა სართულებზე სხვადასხვა ქუჩის სახელები არის და ქვემოთაც პრინტი არის შესაბამის რომ გეგონება რომ ქვაფენილზე მიდიხარ რა. ჩემს საინტერესო არის ეხა შიდა სამზარეულო გუნდმა როგორ მიიღო ეს გადაწყვეტილება, მთავარი იდეა რაც იყო ამ იდეიდან როგორ მივიდა საბოლოო კონცეფციამდე რა რომ დაჯდა რამოდენიმე ადამიანი, დაიწყო ფიქრი და აი ეს მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესო არის რა, როდესაც კრეატივს ეხება საქმე მით უმეტეს და დღესდღეობით ეხა საქართველოში მსგავსი მოტივებით დიზაინი რო შექმნა განსხვავებული რაკურსით რა, ძალიან საინტერესო მომენტი არის შიდა სამზარეულოში როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და იდეიდან სრულყოფილ კონცეფციამდე ესე რა ეტაპებით მოდის ჩვენამდე. ამ შემთხვევაში ამ იდეის ავტორები მე და სოფო, ჩვენი იდეა იყო ეს, რა ვიცი, აი ესე მოვიდა უბრალოდ, იმიტომ რომ თვითონ არ იცოდა დამკვეთმა რა უნდოდა, ანუ აი ეს корпуსი უნდა ვაქციოთ სასტუმროდ და რაღაცა გვიშველეთ ესეთი ის იყო. თქვენ რაღაცა სიცოცხლე ჩაბერეთ. ხო და თან გვინდოდა რომ ქართული თემაც ყოფილიყო, რადგან სასტუმროა, ვთვლი რომ შესაძაც ტურისტი ჩამოდის, რაღაცა შენიც უნდა გააცნო. ამ ხრივ და ყარები და ჭიშკარი და ეს თემა ისინი ძველდება რეალურად და გოგამ ზუსტად ეს გააკეთა რომ ანუ ეს დაძველება და ის შეიძლება რამდენიმე კარი იქიდან საერთოდ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ რადგან ესენი უკვე არსებობდა და ულამაზესია მართლა ყველა კარი, მე სურათებსაც გაგიზიარებთ აუცილებლად და რაღაცა შემორჩა, იცი, ეს სილამაზე და ეს ავთენტურობა, რაც ჩვენ ქუჩებშია. მაგიტომ ვიძახი რომ აი ეს კონცეფცია როდესაც ობიექტს აქვს რაღაც კონცეფცია და იმის ქვეშ მე იცი რაღაცა უფრო მუშაობაც მე უფრო მარტივია, იმიტომ რომ აი გაქვს რამოდენიმე ეტაპი, რომ აი ეს უნდა შენარჩუნდეს და მე უცებ მოდის იდეა, თქვა იქ აბაზანა როგორი უნდა გაკეთდეს, იქ ის საძინებელი როგორ რა მასალა უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ამ კონცეფციას არ უნდა გააცდე და ანუ თავისთავად იბადება, მე იწყობა ესე რაღაც ფაზლივით ეს ყველაფერი და დამკვეთსაც რო შევთავაზეთ ძალიან მოეწონათ ეს იდეა და აი შეიძლება ითქვას რომ ბოლომდე გამოყვნენ ამ ყველაფერში და რაღაცა ძალიან შეხმატკბილებულად და გუნდურად იმუშავეთ. ამიტომაც გამოიწვია ამდენი ემოცია შენთანაც. და ჩვენცაც გადმოვიდა ეს ყველაფერი. თან ეს კოვიდის პერიოდში ხა იცით თქვენ რა ხდებოდა ყველაფერი ჩაკეტილი და კაი შედეგს მივიღეთ, იმიტომ რომ ხო, აი ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, როცა დამკვეთი მოყვება ყველაფერზე. თან ბიუჯეტი არ გქონდა ესეთი არ ვიყავით ძალიან ხელგაშლილი, მაგრამ აი რაღაცნაირად ესე ერთობლივად ისე ხო არ გავაკეთოთ, ესე ხო არ გავაკეთოთ, ანუ ერთმანეთთან კონსულტაციით და გუნდური მუშაობით საბოლოო შედეგით საკმაოდ საინტერესო გამოვიდა ჩემი აზრით. ერთი არის რომ იდეა დაგებადება და ამ იდეას განავითარებდა კონცეფციას შეეცენ საბოლოოს, მაგრამ ყველაზე რთული მეორე ნახევარი იწყება ამ ყველაფერს მართვა, ჩემი აზრით. რამდენად ბევრი გამოწვევა არსებობს ამ მართვაში და რამდენად უმკლავდებით მაგ მართლობას რა რემონტის პროცესი ახლა ვიცით ჩვეულებრივ ბინებში შესაძაც არის ბევრი გაუთვალისწინებელი მომენტი იჩენს თავს, როდესაც ესეთი მასშტაბური პროექტი არის, მაშინ კიდე მით უმეტეს სხვადასხვა მიმართულებით რაღაც აქცენტები კეთდება და ერთი პატარა დეტალის ამოვარდნაც მთლიანად ცვლის ყველაფერს აბსოლუტურად და ამ მენეჯმენტის მიმართულებას როგორ ახერხებთ? ზოგადად ეგ კიდე ცალკე პუნქტია, ასე ვთქვათ, დიზაინის ცხოვრებაში, რომ ზედამხედველობა გაუწიო იმ ობიექტს, რომელიც ვთქვათ, შენ შექმენი, ამდენი იფიქრე, იწვალე, რაღაც ამდენი ნიუანსზე გაქვს ნაფიქრი და მე რა თქმა უნდა, გინდა რომ ყველაფერი ისე შესრულდეს, როგორც შენი ჩანაფიქრი იყო. მან იწყება მეორე ეტაპი ყველაფრის. როდესაც ზედამხედველობა გაქვს, ეგ კიდე კარგია. არის ხოლმე რომ თქვა დიზაინს გააკეთებ, ზედამხედველობას არ გიკვეთავს, თქვა დამკვეთი და თვითონ გააკეთებ, მაგრამ მე მაინც ბრუნდებიან და მაინც ერთვებიან ამ პროცესში. კი, ნათია იცი რა, ესე ვიფიქრეთ და ეხლა დღესაც მქონდა ზუსტად ესეთი ზარი, რომ ესე ძალიან ძვირი დაგვიფასეს და იქნებ რაღაც შევცვალოთ. ნუ მეუბნები რომ იცი კი, შეიძლება შეცვალო, მაგრამ არ გამოვა ის, რაც იყო ჩაფიქრებული და რაც თქვათ დიზაინში და იგივე კონცეპტუალურად იყო, ანუ მე ისე რომ გავაკეთე, იმიტომ გავაკეთე, რომ იმიტომ. ნუ ასეთ ნიუანსებს ხშირ შემთხვევაში დამკვეთი ვერ ხდება ხოლმე, მე რა თქმა უნდა ყველაფერი მიდის ბიუჯეტთან ეს და ფინანსებთან. თუმცა ვერ ვიტყოდი, ჩემი აზრით დღესდღეობით მასალების თვალსაზრისით იმხელა არჩევანი გვაქვს, რომ აი ერთი და იგივე დიზაინი თავისუფლად შეიძლება გააკეთო როგორც მაღალი კლასის პრემიუმ ხარისხის მასალებით, ასევე ძალიან ეკონომიურადაც და ვიზუალურად მიიღო ერთი და იგივე დიზაინი. უბრალოდ, ნუ
იქ აი ეს საბაზრო ღირებულება სხვა იქნება და ну ხო, აი ეს ნიუანსები არის, რა თქმა უნდა და მაგ შემთხვევაში საკმაოდ კი ბევრი გამოწვევები ხდება ხოლმე, იქ არის რომ ხელოსანს რაღაცის გაკეთება არ შეუძლია. რა მიმირეკავს. შეგვიძლია ჩართოთ არ არის პრობლემა. ხო, იქ ხდება რომ თქვათ ხელოსანმა დაინახა რაღაცა სირთულე რომ არა ესე არ გამოვა. ეს არის ხელოსნების უსაყვარლესი კომენტარი და ნუ მე გვიწევს ახსნა რომ არა გამოვა. იმიტომ რომ ხა როდესაც დიზაინერი გამოცდილია თქვათ და იცის რა როგორ კეთდება. მაგ შემთხვევაში არ შევთავაზებ მე ისეთ რაღაცას დამკვეთს ან იგივე შემსრულებელს რომ არ ვიცოდე ეს როგორ კეთდება. შინაარსობრივად მაინც თეორიულად. ყოველთვის კონკრეტულად ვაძლევ მითითებას რომ ეს თუ გამოვა. ძალიან სასაცილო ის ქონდა ისიც კოვიდის დროს. კოვიდის დროს საკმაოდ აქტიურად მუშაობდი. მე მგონი გაირკვა. კი, აშკარად. მოკლედ ესეთი, ეხლა ძალიან ბევრია ეს დაზოლილი ხის დეტალები. მაშინ არ იყო ესენი და ну ესე შევქმენდით სპეციალურად ეს ხის. ну ამ ხელოსანმა არაო ეს შანსი არ გამოვაო. ну დაუხაზეთ კედელზე ეს ყველაფერი. თავი გამოწვევა რა იყო, რატო არ გამოვაო? ну აი ვერ დაინახა. ანუ მეთქი რა არ გამოვა, შანსი არ არის რომ არ გამოვიდეს, უნდა დააჭრა. ზომა ხო გაქვს ну კედელზე დაუხატე მთელი სურათი. ну საკმაოდ რთული კედელი იყო, ყველა აკეთებს მაგას, მაგრამ მაშინ ჩვენ ესეთი პატარა დეტალებით შევქმნით ეს კედელი. რეალურად იყო სახლის კინოთეატრი იყო და ხის პანელები გვინდოდა აკუსტიკისთვის გაკეთდა და ეს შევქმნით ხელით და ну ბოლოს ისეთი კმაყოფილი იყო ეს შემსრულებელი, რომ მეთქი შეხედე, რისი გაკეთება გწოდნია და ну ძალიან შეიფერა და ძალიან გვედნიერი იყო, რომ აი ესეთი სილამაზე შექმნა და თურმე შეძლებია. საინტერესო არის რა მიმართულება ჩემთვის ახლა. დიზაინის მიმართულებით რაღაც სტანდარტები არსებობს. ხო, ეხლა ეს კონკრეტული მიმართულება რაც აღწერეთ იყო ახლის შემოტანა ინტერიერის დიზაინში. ყოველთვის გაბედუნებით, ყოველთვის მოსდევს განვითარების სხვადასხვა ეტაპი რა. და ჩემთვის მაგალითად ძალიან საინტერესო არის ინტერიერის დიზაინი, კრეატივის ნაწილი არის ჩემი ხედვით და კრეატივი ყოველთვის თავისუფალ აზროვნებასთან არის დაკავშირებული. პირველი ნაბიჯების გადადგმა რომ ახალი რაღაცა შექმნა და ეს ახალი რაღაცა მერე წლების გასვლასთან ერთად უკვე ჩვეულებრივ სტანდარტებად იქცევა. ძალიან საინტერესო მომენტი არის პირველი ნაბიჯი, როდესაც დგამ რომ ესეთი უნდა იყოს, ესეთი წარმომიდგენია და შენი ხედვა რაც არის ამ ყველაფერს და ეს ყველაფერი გაუზიარო კიდევ შემსრულებელს და საერთო ჯამში ყველაზე მაგარი არის რომ ეს ყველაფერი გამოდის და შედეგს ხედავ, რაც ჩაიფიქრე და რაც იდეა იყო. ეს ემოციურად ეს ძალიან დიდი ასე ვთქვათ, საფასურია ჩვენი შრომის, იმიტომ რომ ხო ხშირად არის რომ ეს ყველაფერი სწორად მიიტანო, ზუსტად აი რამდენიმე ადამიანი თუნდაც კონტრაქტორი იქნება, დეველოპერი იქნება, ხელოსანი იგივე, ანუ ხელოსანთან იქნება, ანუ ეს ყველაფერი მთლიანობაში ანუ საფუძვლიანად განწყდება ყველაფერი, რამდენი იჩხუბეთ ხელოსნებმა და საბოლოო ჯამში მაინც მე მეგობრდები. კი, რა თქმა უნდა. ხო, ნუ ეს მუშა პროცესია, ამას ვერავინ ვერ გაიქცევა. ეს საკმაოდ როგორც არ ვიცი ისი როგორც ეს რაღაცა მე პირადად ჩემ შვილებს ვეძახი ხოლმე ჩემ ობიექტებს ძალიან საინტერესოა სხვა შორის აი რამდენიმე პოდკასტი ჩავწერეთ ამის შესახებ და ყველა დიზაინერი მოიხსენიებს თუნდაც აი შენც როგორც ხახსენე შვილებს ანუ ზოგით საუკეთესო მეგობრებს ან ჩართულები არიან და იმდენად აი გათავისებული აქვთ ეს ყველაფერი რომ ერთად გადიან ამ ყველაფერს ამ ეტაპებს და ანუ სხვა შემთხვევაში იდეალური ალბათ პროექტი არც გამოვა სხვანაირად ალბათ წარმოუდგენელი ცხოვრობ შენ ხდები იმ ოჯახის, ვთქვათ, როცა სახლის დიზაინზე ალაპარაკი, იმ ოჯახის წევრი, იქ ცოლქმრის ფსიქოლოგი, ბავშვებთან ოჯახურ ურთიერთობაში ნაცისთავური კავშირებიც ხშირად არის ხოლმე, ანუ მეგობრდებიან და ასე რომ როდესაც დიდ კომპანიებთან არის იქაც, ну, საკმაოდ ისეთი შრომატევადია ეს ყველაფერი, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ემოციურადაც, ну, რა ვიცი ხა, დიზაინერი მით უმეტეს ყველა მგონია რომ რაღაცა ემოციური ადამიანი ჩვენ ძალიან შორის ყველა მოიხსენიებს აი ფსიქოლოგიური ნაწილის მომენტს, აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხოლმე ადამიანის აი იმ
მაგ კუთხით, რომ აი ფსიქოლოგიური ნაწილში თუ არ გაითავისებდნენ ან თუნდაც დამკვეთის მოთხოვნები, ანუ რაღაცნაირად წინა აი წეგან როგორც ახსენე, რომ აი კითხულობთ ერთმანეთის აზრს და მე უკვე შეთანხმებულად გამოდის ეს ყველაფერი იდეალური და სრულყოფილი. კი, რა თქმა უნდა, არის ხოლმე რომ თქვა რაღაცა დიზაინი გაგვიკეთებია და პროცესში, როგორც წეგან თაზომ ახსენა, იცვლება რაღაცები, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე სხვათა შორის აი დამკვეთი გიდასტურებს დიზაინს, მაგრამ მე უცებ რაღაცა მოუნდა და შეცვალო რაღაცა, მაგრამ ის ცვლილებაც თქვა ისე გავაკეთოთ, რომ თავარი ხაზიდან არ გადაუხვიოთ, იმიტომ რომ ხანდახან არის ყველაფერი უნდათ რომ ამ სახში ჩატენონ და ესე ხო არ არის, არა რაღაცა სტილისტურადაც რომ იცეთ, სტილისტურად რაღაც ხასიათით, იქ ძალიან ბევრ რაღაცას ვითვალისწინებთ უბრალოდ დიზაინერები შეიძლება ესე არ ჩანს, მაგრამ ძალიან ბევრ ნიუანსს ვითვალისწინებთ და მე ვცდილობთ ხოლმე ყოველთვის შევინარჩუნოთ და ეს საკმაოდ ესეთი დიდ ენერგიას და ემოციას მოითხოვს, როგორც ჩვენგან, ისევე დამკვეთისგან, რა თქმა უნდა. ყოფილა ისეთი რაღაცა, რომ თქვა პირველ ეტაპზე ჩვენი ხედვები არ დამთხოვულა ერთმანეთზე და ჩვენ ჩვეულებრივად დავშორებულ ვართ ერთმანეთს. ოღონდ ეს ხდება თავიდანვე. ხა, როდესაც უკვე მუშაობ და ეგ უკვე მე ძალიან შეხმარება. აი, ასეთ დროს რა ხდება მაგალითად? აი, როგორ იღებთ გადაწყვეტილებას, ანუ პირდაპირ არა და ანუ ვასრულებთ ურთიერთობას თუ რაღაცა მაინც აი როგორ ხდება ხოლმე? აი, სულ მაინტერესებს ესე, ანუ მე დავუშვათ, აი, არ დაემთხვა ჩემი და რა თქმა უნდა დიზაინერს ახლა როცა ვესაუბრები, უკვე მას უნდა ვენდოთ, ჩემი გადმოსახედიდან ესეა. მაინც რომ რაღაცნაირად გავითავისოთ კი არა და გავითვალისწინოთ რჩევები, იმიტომ რომ პროფესიონალია იცის, ანუ აქ უშვებენ ხოლმე ხშირად ესე მგონია, თუნდაც დეველოპერებს შევეხოთ ახლა მოდი, რადგან დიდ პროექტებზე ვაკეთებთ აქცენტს, აქ უშვებენ ჩემი აზრით ყველაზე მეტ შეცდომებს, რომ არ ითვალისწინებენ პროფესიონალის რჩევებს. თუ ქონია ესეთი მსგავსი შემთხვევები? ჩვენ შემთხვევაში, ვთქვათ, როცა ვიწყებთ მუშაობას, პირველი ეტაპი, როდესაც მოვისმენთ უკვე დამკვეთის აზრს და ვთქვათ მოთხოვნას რა როგორ რანაირად დაინტერესებს, გვაქვს ესეთი პრეზენტაციას უკეთებთ, რომ ვთქვათ, აი მისი მოწოდებული ინფორმაციიდან ჩვენ როგორ ხედავთ ამ ყველაფერს. და პრინციპში მან უკვე იკვეთება აზრები, ჩვენ შევძლებთ ერთად მუშაობას თუ არ შევძლებთ. ან შეიძლება ადამიანს ქონდეს რაღაცა სხვა მოლოდინი, ან სხვა გემოვნება ელემენტარულად და ეს ძალიან ნორმალურია, ყველას განსხვავებული აქვს მოთხოვნები. თავარია შენ დაინახო ზუსტად ის რა აინტერესებს დამკვეთს, იმიტომ რომ ხა შეიძლება მე მომწონდეს რაღაც სტილი, მაგრამ დამკვეთს სხვა უნდადეს და ვთქვათ მე ჩემი გემოვნებით უნდა მაქსიმალურად მოვერგო მის იმას, თუმცა არ გადაუხვიო ჩემ პრინციპებს, ვთქვათ, რაცაც მე ჩემთვის ესთეტიურია, ხო? ეხლა ყოფილა არ დავმალავ ეგეთი მომენტი და არაფერი, უბრალოდ მithქვამს, რომ იცით რა ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენი ხედვები არ ემთხვევა ერთმანეთს და შენ უნდა ამ ადამიანთან გაატარო ძალიან დიდი რაღაც პერიოდი, ხო? და თუ თქვენ ენერგეტიკულად თავიდანვე ვერ შეთანხმდით, მე ძალიან გაჭირდება მუშაობა და ამიტომ ჯობია თავიდანვე ისე ყველა ინტერიერის დიზაინერს და არქიტექტორს თავისი დამახასიათებელი ემოცია აქვს თავიანთ ნაშრომებში, რაც აქვს გაკეთებული. თუნდაც ინტერიერის დიზაინერი ვიყო, თუნდაც არქიტექტურა ვიყო, სხვადასხვა კორპუსების და ინტერიერს ეთყობა დიზაინერს ხედი და რომელმა დიზაინერმა გააკეთა პირობითად რა ნაწილები მომწონს პირობითად როგორც მე დიზაინერს და რაღაც ელემენტებს ჩემით ვძენ რომ მგონია რომ ჩემი ხასიათი და ჩემი შინაგანი ნაწილი უნდა იყოს ამ სივრცის განაყოფელი ნაწილი, ხო? რაც წეხან ახსენეთ რომ თითოეულ დიზაინერს როგორც შვილობად ისე აღუქავ. საინტერესო არის თქვენი ეს ნაწილი რას წარმოადგენს თქვენი ხელწერა ინტერიერის დიზაინში და ერთი კითხვა მექნება კიდევ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ასე მგონია, ინტერიერის დიზაინში, როდესაც მომხმარებელი ან სხვა ადამიანი შევა თქვენს მიერ გაკეთებულში, პირველი ემოცია რა გინდათ ყველაზე მეტად რო იგრძნოს ადამიანმა? ხელწერა ესე არ ვიცი, მე თვითონ ვერ გამოვყოფდი ესე რომ მაინც და მაინც ერთ სტილში ვაკეთებ ყველა დიზაინს. მე მგონი არ ვაკეთებ, იმიტომ რომ ხა მაგალითად საზოგადო ინტერიერებს თუ გადავხედავ, ამ მომავალი წერტილი მაინც ჩემთვის დამკვეთია და ვთქვათ მისი მოთხოვნა და ეხლა შეიძლება რაღაც იგრძნობა უთქვიათ რომ მივხვდი რომ შენი გაკეთებულია, ესეთი რამე ყოფილა კი. მაგრამ ქართულ ელემენტებს მაინც ვიყენებ ხოლმე და მიყვარს რაღაც ეს ავთენტურად გამოყენება ჩვენი რაღაც ძველი სტილის არა, მაგრამ ელემენტების ჩართვა ძალიან მიყვარს. მაგრამ
ხო გეუბნებით ისევ და ისევ დამკვეთი და მისი ემოცია, თქვათ, ჩემი აზრით პირველ რიგში დამკვეთმა უნდა იგრძნოს თუ პირად სივრცეზეა საუბარი, ვითვალისწინებ მის ხასიათს, იმ ადამიანების ხასიათს და მოთხოვნებს, ვინც უნდა იცხოვროს რეალურად იმ სახლში. ხა ყოფილა რომ უთქვიათ ჩემთვის, რომ აი მე მინდა ფერადი სახლი. უკვე ხვდები რომ ის ადამიანი რაღაცაირად ესეთი ფერადიდოვანი. აი, მე წარმომიდგენია რომ შენი პროექტები ყველა, აი რაც მე ვიცი, ყველა ფერადია. ჩემთვის ყველა ფერადია. ყოველ შემთხვევაში კი, ნამდვილად ფერადია და უფრო განსხვავებული ხედვაც. ხო, შეიძლება, მაგრამ ხო ეთყობა ესეთ დამკვეთებს ვიზიტა. იმიტომ რომ კი, აი ერთი შეიძლება ითქვას რომ ეს ხელწერა არის. კი, ეგრე წარმომიდგენია მეც. თუნდაც ის ქართული ელემენტებიც თანამედროვე სახლებში რა თქმა უნდა არ ვიყენებ ამ ძველ ორნამენტებს, მაგრამ ნუ ფერთა გამას რაღაცას რა თქმა უნდა კი. ხო და ისევ დაუბრუნდები იმას, რომ პირად სივრცეში ჩემი აზრით ამომავალი მაინც დამკვეთია და იმ ადამიანმა უნდა იგრძნოს პირველ რიგში კომფორტულად თავი, ვინც ცხოვრობს ამ სახლში და ვინც უნდა იცხოვროს. და იცით, იმდენად უახლოვდებით თან დამკვეთებს. იქ ცოლ-ქმრის ურთიერთობაშიც გადამწყვეტი როლი გვაქვს ხოლმე. გადაწყვეტილებების მიღებაში აუცილებლად. ფაქტიურად ხდები მათი ოჯახის წევრი, მეგობარი და აუცილებლად აი ეს რაღაც კავშირები არის, ემოციური და ენერგეტიკული. და როდესაც ვაკეთებთ თქვათ საზოგადო ინტერიერს, ამ შემთხვევაში უკვე აქცენტებს ვაკეთებთ, რაც საზოგადოებისთვის შეიძლება მისაღები იყოს და თქვათ იქ რესტორნის შემთხვევაში თემატურად რა ტიპის რესტორანია, რა ტიპის დასაჯდომები უნდა გამოვიყენოთ, ფერები და ესეთი მასალები, მაგ შემთხვევაში ქაროსთას გამოვყოფდი კიდევ. რადგან სრულად ჩვენი მასალებით არის მოპირკეთებული, სოელი წერტილები, სანტექნიკის მასალები. ხოლმე ეგეთ ძალიან ფერადი და ესეთი კი, ამიტომ ამიტომ აი ესე შემთხვევით არ მიხსენებია სიფერა და იმიტომ რომ ყველა შენ პროექტში მე რაც მიმიღია მონაწილეობა და რაც მქონია ანუ გადაკვეთა, ანუ ყველგან აუცილებლად არის ერთი ფერი, რაღაც დომინანტი, მაინც ფერადი. ხო, მაგ შემთხვევაში ძალიან მინდოდა რომ რაღაცა ნაცრისფერი ის იყო სველი წერტილები და მეთქი მოდი შევიტანოთ ფერი, გამახალისოთ რამდენი იბრძოლე და ამისთვის. ხო, სხვათა შორის თავიდან ცოტა ესე მიყურებდნენ, მაგრამ მე საბოლოოდ ძალიან ლამაზი გამოვიდა ნამდვილად. სწორედ მაგიტომ ჯაუკენ შეგიძლიათ ნებისმიერი დიზაინის ხედვის მქონე ადამიანი მოვიდეს, სხვადასხვა მიმართულებით აარჩიოს. რომ ანუ ნებისმიერი კატეგორიის მომხმარებელი შეგიძლია დააკმაყოფილოთ როგორც ბიუჯეტური, ასევე პრემიუმ ხაზი. კი ბატონო. მთავარი ამ მიმართულებით ჩემი აზრით არის ხედვა რა. რა მიმართულებით ხედავს ცალკე ინტერიერის დიზაინერი კონკრეტულ ბინას ან დიდ მასშტაბურ პროექტს და ასევე ბიუჯეტის ნაწილიც ცალსახად რა. მაგიტომ არის საჭირო დიზაინერი, რომ დიზაინერს ცოტა სხვა ხედვა აქვს. კი, ზუსტად და მთავარი კონცეფციის ნაწილი არის რა. ბევრი ადამიანი მიენახავს ისეთ, რომ თავის ხედვით გონია რომ რაღაც მიმართულებას უფრო კარგად დაალაგებს რა და ძირითად შემთხვევაში ისეთი უძრავი ქონებები გამოდის მერე გასაყიდელად რთული არის, იმიტომ რომ მომავალ დამკვეთს უწევს მთლიანად შეცვალოს დიზაინის სახლში, რაც კიდე დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ძირითად შემთხვევაში ერთ-ერთი მიზეზი ეგეც არის, რომ სწრაფად არ იყიდება შესაბამისი უძრავი ქონებები. ამიტომ სწორ დროს უნდა მიმართო, აუცილებლად. თაზო შენ მიმართე უკვე ინტერიერის დიზაინერს. შენი პროექტი გვაქვს ეს განსახილველი თემა. ჩემი პროექტი ხო იმედია ბოლოსკენ გავა. შენ გაგიჭირდებოდა ხა დიზაინერის პოვნა. სხვადასხვა ძალიან ბევრი რეკომენდაცია მივიღე და უკვე გადავაკეთე ამ რეკომენდაციების საშუალებით ცალკე ელექტროების ნაწილით, ავეჯის ნაწილიც უკვე წინასწარ დავგეგმე რომ ელექტრობას ყველა პოდკასტზე ახალი იდეებს იზიარებს, ანუ შესაძლებლობებს არ კარგავს. საინტერესო ტექნიკური რჩევები არის, იმიტომ რომ ეხლა რო არ გამომესწორებინა ეს ყველაფერი მომავალში უკვე უფრო თან დიდ ხარჯებზე წავიდოდა რა. მაგიტომ არის ზუსტად საჭირო თავის საწყის ეტაპზე ჩართვა დიზაინერის, იმიტომ რომ ჯერთი იცის დიზაინერმა. შეიძლება მართლა ვერ გათვალოთ, არ იფიქრო რომ ეს ზოგადად მნიშვნელოვანია, მაგრამ ელემენტად ის წერტილი, ელექტროწერტილი იქნება ეს თუ რაღაც სხვა დეტალი, ან თავიდანვე როცა გათვლილი გაქვს ყველაფერი, ჯერ ფინანსურადაც ბევრად უფრო მომგებიან პოზიციაში ხარ, ვიდრე მე კიდე აუცილებლად მე იჩენს ეს ყველაფერი თავს, ანუ სადღაც მაინც გამოჩნდება ეს პრობლემა და ამიტომ ჯობია. თავიდან ჩემი გადმოსახედიდან მეგონა რომ სწორად მქონდა რაღაცები გაკეთებული, მაგრამ საერთოდ აღმოჩნდა რომ
არ მქონია სწორად რა. პროფესიონალური აზრის როცა მოისმინე, როდესაც მოისმინე, უკვე ბევრი რაღაცა გავასწორი, რაც უფრო გამიმარტივდა შემდგომ პროცესებს უკვე დაგეგმა რა. და ამის გამო ჩემი აზრით მნიშვნელოვანი არის ისეთ ადამიანთან კომუნიკაცია, რომელიც სწორ მიმართულებებს მოგცემს და აგარიდებს იმ ზედმეტ ხარჯს, რაც შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა გადაწყვეტილებებმა და ვინც ჩემსავით რემონტის პროცესში ხართ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი ვიდეო და შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვეშ დაგვიწეროთ სხვადასხვა კომენტარი, რა გაინტერესებთ ტექნიკურ ნაწილზე და ინტერიერის დიზაინის შესახებ და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ამოწურავად გავცეთ სხვადასხვა მიმართულებით პასუხები. მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც მინდა გამოვყო, ის არის, რომ როდესაც ეს კონკრეტული რჩევები მივიღე, თავიდან ვიყავი ძალიან არეული. საიდან უნდა დამიწყო, ვისთვის უნდა მიმართა, ავიჯის ხელოსანი ჯერ ადრე ხო არ არის, ელექტროობა როდის უნდა დავიწყო და ეს შემდეგ. როდესაც თავიდანვე უკვე სწორხაზობრივად წავიდა სწორად საქმე, რომ ჯერ იატაკის გათბობა გავაკეთეთ, მერე ელექტროობა, მერე ის წინასწარ გავსწოროთ რაღაცები, უკვე ყველაფერი ისე მიდის, რომ უკვე კარგი გამოცდილი ადამიანები, თავი რემონტები ვითომ ყოველთვის რემონტებს ვაკეთებთ ისეთი სწორი მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სწორად წაიყვანო კონკრეტულ საქმეს ზედმეტი დანახარჯების გარეშე. და სწორედ მაგიტომაც არის ჩემი განმოსახედიდან ყველა რომ ამბობს, რომ რემონტის პროცესი სტრესული არის და დამქაცველი არის და დამყოლი, იმიტომ რომ რამდენადაც ბევრ შეცდომას უშვებ, იმდენადვე ისტრესები და თავიდან იწყებ ამ ყველაფერს რა. ხშირად ვთქვამთ ჩემთვის, როგორ შეგილია სულ ამ რემონტში რო ხარ და ну, რა ვიცი, ძალიან ჩვეულებ უკვე ძალიან ბუნებრივია ეს ყველაფერი და ხო, აღარ გაქვს ის მოლოდინი, რომ ერთ დღეში hop და დამთავრდება ეს ყველაფერი. არა, როცა იცი რა არის მერე მოდის, ეს ეტაპები ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ისე საინტერესოა, შეგვიძლია ახლა გადავიდეთ ჩვენს ახალ რუბრიკაზე, რაც დავამატეთ მომხმარებლის კითხვები და საინტერესო არის ნათია რა გამოცდილებას და რა მიმართულებას მოგცემს რჩევების სახით, რა თქმა უნდა. ჩვენი პირველი მომხმარებლის კითხვა არის, რომელიც ალბათ რემონტის პროცესში არის. 2026 წელს მინიმალიზმი ისევ აქტუალურია თუ უფრო მდიდარი ტექსტურებით იქნება განპირობებული დიზაინი? სხვათა შორის 2026 წლიდან მინიმალიზმი, ანუ აქამდე რაც იყო მოდაში ეს ჯაპანდი და ესეთი თემები, ისევ აქტუალური რჩება, თუმცა ასევე შემოდის აქტიური ფერები, ძველი ნივთები, ანუ ნივთები, რომელსაც აქვს თავისი ისტორია და ინდივიდუალიზმი, იგივე masterpiece, რა ქვია, ანუ რაღაც განსხვავებული დეტალები, რომ ანუ აღარ არის ეს მარტო ერთ ტონში გაკეთებული სახლები მოდაში, ასე ვთქვათ, და ტრენდული, პირიქით სახლი, რომელსაც აქვს თავისი ინდივიდუალიზმი, ის უფრო მოთხოვნადი და ასე ვთქვათ, უფრო ტრენდული გამოდის, ვიდრე აი სულ მე ვეძახი გადაგლესილი სახლებს. ისე ამაზე გამახსენდა ერთი ფილმი, რაც აგვაქვს ახლა, უბრალოდ ორი მიმართულებით, ერთი რომ ვიზუალი შეგიძლია შემთხვევით დააწყო, დაზრდილი რო არის ფილმი. რამდენიმე ვიზუალის დეკორით, რამდენიმე ფორმა შეგიძლია შექმნა ამ დეკორებისგან. მეორე არის ძალიან განსხვავებული და აქამდე არ მქონდა გაგონილი ინდური არქიტექტურის და დიზაინის მიმართულებით ახალი პროდუქტი, რაც მივიღეთ, ეგეთ ძალიან საინტერესო არის, მთლიან კერამიკა რო არის ჩამოსხული. ძალიან მასიური. ძალიან მომეწონა მე ერთ პროექტში მინდა გამოვიყენო. უკვე? მინდა, ხო. დავინახე და დამაინტერესა. ხო, ჩემთვისაც ეგეთი იყო, რომ რაღაც ეს მეთქი როგორ უნდა გამოიყენო, სად უნდა ჩაჯდეს, როგორ უნდა ჩაჯდეს, რთული წარმოსახული. ხო, აი ესეთი დეტალები ზუსტად ამდიდრებს ახლა ანუ ახალ ინტერიერებში ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ტექსტურები, ხალიჩები, ფერადი აქცენტები და აი რაღაც ესეთი განსხვავებული ნივთები ძალიან ტრენდულია, ასე ვთქვათ. ანუ ეს ძველის და ახლის მიქსი. შერწყმო ერთად. შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ კითხვაზე. შემდეგ კითხვა არის ესეთი. ინდივიდუალური დიზაინი კარგია თუ მომავალში ბინის გაყიდვისას შეიძლება შემიშალოს ხელი? რატომ უნდა შეუშალოს ხელი? ჩვენ რაც ვისაუბრეთ, ახლა ინდივიდუალურად შეიძლება ადამიანს რაღაცა სტილი მოწონდეს და ალბათ იმას გულისხმობენ, რომ მასიურად მოთხოვნადი თუ იქნება მსგავსი სტილი. ხო, მაგ შემთხვევაში ესეთი რაღაც რჩევას მივცემდი, თქვათ, იგივე ის ინდივიდუალიზმი შეიძლება აქსესუარებით და თქვათ დამატებითი ელემენტებით შეიტანოს ადამიანო. თუ გაყიდვას უპირებს, თუმცა მანდაც მგონია, რომ არა, არ შეუშლის. როდესაც ინტერიერი საინტერესოა და ეფექტურია, ის ყოველთვის უფრო დასამახსოვრებელი და ღირებულია, ჩემი აზრით. შემდეგი კითხვა გვაქვს
ესეთი. როგორ მივხვდეთ, რომ დიზაინი 2-3 წელიწადში არ მოძველდება? ალბათ ავარავდოთ იმ კვლევებზე დაფუძნებით, რა კვლევებიც ვახსენეთ, ის საინტერესო იქნება თუ გაგვიზიარებთ მაგის ბმულს, გაუზიარებდით ჩვენს მომხმარებლებს, სად შეიძლება ადევნონ თვალი. კი ბატონო, არის რამდენიმე საიტი, რომელიც დებს ასეთს, თუმცა ესეთი სიღრმისეული კვლევები და ის ყოველთვის ფასიანია. და ეგ არის ფასიანი საიტი. ისეთ სურვილი ექნება, შეუძლია ისარგებლოს. მაგას ძირითადად დიდი კომპანიები ყიდულობენ ხოლმე. ეხლა უკვე იდება ისედაც, არის WGSN-ი ესეთი საიტი, Pinterest-იც ყოველთვის დებს ხოლმე, მაგრამ ეს არის მაინც ზედაპირული. ის უფრო სიღრმისეული საიტებია, რომელიც დეტალურად მომხმარებლის ფსიქოლოგიაზე, ფერების ფსიქოლოგია, ფორმები და ასე შემდეგ, ანუ ყველაფერი ჩაშლილია ძალიან კარგად. პირველად რო გავიგე ეს მილანში სწავლისას გავიგე, შევეხი ამას და ვიყავი შოკში, რომ თურმე ეს ყველაფერი არსებობს. ჩვენ არ ვიცოდით ამაში. ანუ ეგ ყველა მიმართულებით არის ჩაშლილი ფორმები, ფერები, ზომები, ტექსტურები, რომელიც აუცილებლად ხო, რომელიც მე ხდება უბრალოდ მასიურად ყველა იყენებს, მისდევს ამ ტრენდებს. მაქსიმუმ რამდენი წელი არის, რამდენი წლით შორს 2-3 წელი არის. სხვა შორის ამბავ დროს ვაკვირდები ხოლმე მრგვალი ფორმები წინაზეც ვახსენეთ, ანუ ხშირად შემოხდრია მრგვალი ფორმები, კი. ხო, ამასაც გვიკარნახებენ მერე და ჩვენ აუცილებლად შევხედავთ. იმიტომ რომ ფერები მაგალითად რაც ტრენდულია ახლა რაღაც ფერები, მე ხვდები რომ მაღაზიებში ტანსაცმელი შემოდის მაგ ფერში, აქსესუარები. სხვათა შორის ხშირად ვაკვირდები ხოლმე. ჩვენ ამას ესე ვერ ხვდებით, მაგრამ ეს ფერები ქვეცნობიერად ჩდება ჩვენ გემოვნებაში. ბორდოს ფერი. კი, აი ძალიან აქტუალური ფერი არის. მოთხოვნადი ესე რომ ვთქვათ. კი. ანუ ხშირად მსმენია ხოლმე და ტანსაცმელიც და ფეხსაცმელის აქსესუარიც ძალიან ხშირად არის უკვე. გორი წლის წინ იყო ბორდოს ფერი. კიდე მაინც კიდევ რაღაცნაირად ინერჩუნებს და არ ვიცი ხა 2026 წელს რამდენი შეინერჩუნებს. საინტერესოა იმ კვლევებში რა წერია 3 წლის მერე რა იქნება მოდაში. რო გიჩვენებს ალბათ მაგას. ხო, მაგაზე ძალიან დიდი ჯგუფები მუშაობენ ხა და მანდაც კიდე ცალკე მგონია რომ ფსიქოლოგებიც იქნებიან ჩართული, მომხმარებლებს ქცევა, ნეირომარკეტინგის მოთხოვნიდან გამომდინარეც ალბათ შეიძლება აი რამდენად უკვე აქტიურია, რამდენად მოუბეზრდა ადამიანებს. ძალიან დიდი ადგილი უკავია AI-საც სხვათა შორის. ძალიან საინტერესოა AI-ზე ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ შემოვინახავ ბოლოში. შემდეგი კითხვა არის ესეთი. იატაკის ფერი ავეჯთან ერთად უნდა შევარჩიოთ თუ წინასწარ? თუ ვთქვათ ის იატაკის ფერი რაღაცა კონცეფციაში და რაღაც სტილში წამყვანია, შეიძლება ესეც იყოს, ვთქვათ, საზოგადო ინტერიერს დაუბრუნდები ისევ, თქვენ შეიძლება იმ იატაკზე ნახატი იყოს ისეთი, რომ არ ვიცი, თავარი წამყვანი თემა ეგ იყოს, რა თქმა უნდა, მე იმასთან მიმართე გაჩნია რა არის ამომავალი წერტილი, ასე ვთქვათ, სახლის ინტერიერს თუ საუბრობთ სახლის ინტერიერზე. მე მაინც გავაკეთებდი აქცენტს ნეიტრალურ ფერზე, რომ მე ვთქვათ ავეჯის მიმართულებით არ იყოს შეზღუდული, ვთქვათ იმის არჩევაში. შეიძლება ავეჯი მოგბეზდეს, გამოცვალო და იატაკის ფერმა რო არ შეგიშალოს ხელი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში მაინც რაღაც ნეიტრალურ ესეთ ბუნებრივ ტონალობას ვანიჭებ უპირატესობას პირადად მე. მშვენიერი. შემდეგი კითხვა გვაქვს ესეთი. რემონტის დაწყებას ვაპირებ და ვერ გავიგე რით დავიწყო საერთოდ დიზაინით უნდა დავიწყო თუ ხელოსნები მოვიძიო პირველ რიგში. საინტერესო კითხვა. ძალიან. კი, საჭირო ის არის. პირველ რიგში უნდა მოიძიოთ დიზაინერი. აუცილებლად. დიზაინერთან უნდა ასე ვთქვათ, დაალაგოთ ის რა კეთდება. ჩვენ ხშირად პირიქით ხდება ხოლმე. აი ხელოსნები ვიშავე და ვიწყებ რემონტს და რა გავაკეთებ და დიზაინი ჯერ არ გვაქვს და რას ვაკეთებთ? ამიტომ რა თქმა უნდა პირველ რიგში დიზაინი, თუ აპირებთ რომ დიზაინერი ყავდეთ და თქვენი სივრცე რაღაცნაირად სწორედ დაალაგოთ, იმიტომ რომ ხელოსნები ყოველთვის ცდილობენ რომ თავის გემოზე მოარგონ და გააკეთონ ყველაფერი როგორც თვითონ უნდათ და აწყობთ და ემარტივებათ. იმედი არ მიწყენენ ახლა დიზაინერები არ უყვართ ხელოსნებს ასევე. ხო, გასა თუ ესეთი მომენტები არის ჯახი სხვადასხვა აზრის რო ეს გამოვა არ გამოვა მანდ უკვე ესეთი ის არის. ხო, ნუ ყოველთვის ცდილობენ ხოლმე რომ გაიმარტივონ, რა თქმა უნდა, საქმე და მასეც აკეთებს ყველა შემსრულებელი, თუმცა მე რო აუხსნი რო შენ გესმის ეს საქმე, ანუ სწორ აქცენტებს რომ ისცემს დიზაინერი,
მე უკვე ისეთები არიან ხოლმე, იმიტომ რომ დამკვეთთან ძალიან ამაყად და ესე თამამად საუბრობენ, ეს გამოვა, ეს არ გამოვა, ეს ვარგა, ეს არ ვარგა და აი დიზაინერთან თუ ეგრე არ გამოსდით ხოლმე, იმიტომ რომ დიზაინერი მაინც იცავს იმ პროექტს, თქვათ, რაზეც შეთანხმდა დამკვეთთან და რაც დამკვეთს უნდა. და არა ის, რაც ხელოსანს უნდა. სამაგიეროდ ბოლოს უკვე რო გამოდის და შედეგი არის, უკვე სხვანაირად. ხო, რა თქმა უნდა. კი. ამიტომ ჯობია ისევ დიზაინერიც დაიწყო. ბიუჯეტი შეზღუდული თუ მაქვს, სად შეიძლება დავზოგო და სად არა? როდესაც ბიუჯეტი შეზღუდული გვაქვს, მაგ შემთხვევაში არის თემები, რომელიც თქვათ ესე არ ჩანს, თუმცა საბაზისოა, ეს არის უფრო ტექნიკური ხარე, თქვათ იქ გაყვანილობები, ჩასაშენებელი სისტემები, ამიტომ მაგ შემთხვევაში ყოველთვის ჯობია რომ ხარისხიანი პროდუქცია გამოიყენოთ იმ შემთხვევაში და თქვათ დაზოგოთ რაღაც ისეთ ნივთებზე, იგივე ფილებიც მაგალითად ჯობია რომ არ გამოიყენოთ მეტლახი. შემადგენლობა ჯობია ისეთი ხარისხიანი და მყარი გამოიყენო, რომ ცვეთა დიდი კონდეს იგივე ლამინატიც. ანუ ისეთი მასალები, რაც მარტივად შესასვლელი არ არის, თქვათ ფილები, ხო? მაგალითად ახლა ყოველ თვე ვერ გამოვცვლი ამ ფილას. და ჯობია რომ ხარისხიანი გამოიყენოთ საბაზისო მასალები. ყოველ მეორე თვეს ვერ გააყრი ხა იატაკს მაგალითად და კაფელს ვერ ჩამოყრი თუმცა კი ესე ყოფილი ძირითადად შემთხვევაში რომელი პროდუქტებიც მარტივად შეიძლება რომ შეიცვალოს ის პროდუქტები შეიძლება რომ დავზოგოთ ანუ რაც მარტივად მოხსნადია და ასე ვთქვათ გამოსაცვლელია მან შეიძლება დააზოგოთ ფინანსები მაგრამ აი საბაზისო რაც არის მასალები ჯობია რომ რა თქმა უნდა ხარისხიანი გამოიყენოთ ხარისხიანი კიდე იგულისხმება მხოლოდ ვიზუალურად არა რა თქმა უნდა თუნდაც აი ფინანსობრივად ტექნიკურად რა დანიშნულების არის კონკრეტული ადგილი და რომელი დანიშნულების მასალა უნდა გამოიყენოს აქ უკვე რა თქმა უნდა სწორჩევას ჩვენთანაც და რა თქმა უნდა კი ნებისმიერ დიზაინერებიც უკვე სწორჩევას აძლევენ ხოლმე აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ანუ თქვათ იქ იატაკის შემთხვევაში თქვათ რა ობიექტია რამდენად მოძრავი სივრცეა მაგის მიხედვით ახლა კერამოგრანიტი იქნება ეს ვინილი იქნება თუ თქვათ ყველას თავისი სწორი დანიშნულება ყველას აქვს თავის კლასი და მაგის მიხედვით უნდა შეირჩეს მასალა აუცილებლად. კი ბატონო. და დღევანდელი ბოლო კითხვა მომხმარებლის ყველა ოთახში ერთი სტილი უნდა იყოს თუ შეიძლება სივრცეები ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს? ერთი სტილი ალბათ მაინც ჯობია რომ ახლა ერთი სტილი თუ ერთ სახზეა საუბარი, რაღაც სტილისტურად დაცული იყოს, რა თქმა უნდა, ალბათ ფარცაც გაჩნია, ხო, რამდენი რა ფარცის იქნება თვითონ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთელი სახლი ერთი ფერის უნდა იყოს, ან ერთი მასალით უნდა იყოს შექმნილი. არა. რა თქმა უნდა, ჯობია რომ რაღაც სხვაობები იყოს, მით უმეტეს დაბალანსებული იყოს ეს ყველაფერი და რაღაც ნაწილები იყოს უფრო ნათელი. თბილი ტონების, რაღაც სახლის რაღაც ნაწილი იყოს, თქვათ ახლა საძინებლები შეიძლება რომ უფრო მუქი ტონისაც იყოს, გააჩნია, მაგრამ ტონალურად და სტილისტურად ახლა არ შეიძლება რომ თქვათ დიდი ოთახი იყოს ძალიან კლასიკური და საძინებელი იყოს რაღაცა. მაინც სტილისტურად არ უნდა იყოს განსხვავებული, ხო, რომ რაღაცა ერთ სტილში იყოს ხასიათით გაკეთებული, თუმცა მასალებში და ფერებში სხვაობები, რა თქმა უნდა, ეს საჭიროც არის, სხვათა შორის მე კიდე სახლის ენერგეტიკა ვისწავლე. და მაგ მხრივად საჭიროა რომ სახლშიც დავიცვათ ბალანსი. ანუ შემდეგი თემაც გვაქვს ნათიასთან მიზეზი გვექნება, ამიტომ ერთი პოდკასტი. საინტერესო არის რა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი აქცევს ყურადღებას ამ თემას. კი, დღესდღეობით უკვე ძალიან აქტუალური. კი, და ყველა ფერი, ანუ ყველა სტილი, თუნდაც ფერი, რაღაცნაირად ადამიანის ფსიქოლოგიას რაღაც სხვა არიან ადამიანები, ვისაც მაგალითად აი განწყობას უქმნის. სივრცეს, ანუ ფერი ძალიან მოქმედებს ადამიანზე, ხა არის. მე მყავდა ერთი დამკვეთი, რომელიც ჩემი დამკვეთი არ იყო, უბრალოდ თხოვა რომ მიშველე რაღაცაო, იმიტომ რომ მოკლედ ვერ შეეწყო დიზაინერს და თხოვა დახმარება და მიკეთებსო დიზაინერი ესეთი შავ კედელსო. და არ შემიძლია ეს შავი კედელიო მამძიმებსო. და მე გავუკეთე გამოთვლა. ნუ ეგ მართლა ცალკე თემა. მაგრამ აღმოჩნდა რომ იმ კედელზე არაფრით არ შეიძლება და ეს შავი ფერი გამოიყენა. საინტერესო. გამოთვლა როგორ ან იმ კედელზე როგორ? მოკლედ მე ვისწავლე კიდე ვასტუ. ეს თუ შეიძლება რომ გავმარტოთ. ანუ ეს არის ჩვენ ენაზე რომ განვარტოთ. სწავლება სახლის ენერგეტიკაზე, რომელიც არის ძველი ინდური მეცნიერება, რომელიც სწავლობს ზუსტად ამას, რომ სახლში როგორ უნდა დავაბალანსოთ სივრცე ისე რომ ადამიანმა იქ იგრძნოს თავი შვიდად და სახლი დაეხმაროს მას ენერგიის აღდგენაში.
ამ შემთხვევაში ძალიან დიდი გავლენა აქვს სახლის მდებარეობას, სწორედ უნდა იდგეს სახლი და ჰორიზონტის მხარეებისთან მიმართებაში როგორ დგას სახლი. ჰორიზონტის მხარეებისთან მიმართებაში მერე უკვე ფერების განსაზღვრა არის, თქვათ, რომელ ნაწილში შეგიძლია მუქი ფერების გამოყენება, რომელ ნაწილში არ შეგიძლია. ეხლა ის კედელი, რომელზეც ყავისფერი ქვის კედელი იყო, არაფრით არ შეიძლება და იმ ზონაში ეს ქვის კედელი ყოფილიყო. თუმცა ეს ადამიანი ამას მიხვდა, რომ ანუ არ მოწონდა, ესე იგი რაღაცნაირად დაემთხვა ეს ყველაფერი. მისთვის ეს, ამძიმებდა. ეს კედელი რო გაეკეთებინა, თქვათ, დასავლეთ ზონაში, ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ უკეთებდა აღმოსავლეთ ზონაში. აღმოსავლეთ ზონა პირიქით უნდა იყოს გახსნილი, ნათელი, სუბუქი, რომ იქიდან სწორი ენერგიები შემოვიდეს და აი ამას სწავლობს ზუსტად ვასტუ, თქვათ, რომელ მხარეს შეგიძლია რომ გამოიყენო ეს მუქი ფერები და რომელ მხარეს მე ვფიქრობ ძალიან დიდი გამოხმაურება იქნება ნათიას ამ განცხადებას და ვფიქრობ რომ ძალიან ბევრი მოხმარებელი მოგმართავს ამ კუთხით. კი, ძალიან საინტერესოა და რაც თავარია, ძალიან შედეგიანი. რა მაინტერესებს დასავლეთ და აღმოსავლეთი რო ახსენეთ ახლა მაგ შემთხვევაში განათების მნიშვნელობა აქვს ვიტრაჟების საიდან არის თუ როგორ არის ეგ? ძალიან სასურველია რომ ვიტრაჟები იყოს, ანუ არის შემოდინების სექტორები, არის გადინების სექტორები. როდესაც შემოდინების სექტორები არის ჩრდილოეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი. როდესაც ამ ზონაში არის ფანჯრები, ეს ძალიან კარგია. აი თქვა სახლის არჩევის დროსაც მე ხშირად მომართავენ ხოლმე რომ აი სახლის ყიდვა მინდა და თუ შეიძლება მისჩიე რომელი სახლი ვიყიდო. მე ვაკეთებ რუკას მაგის მიხედვით და ვხედავ ანუ ეს სახლი უფრო კარგია რაც კუთხით რომ ანუ დადებითი ენერგია მეტი შემოდის თუ არ შემოდის. ანუ ამ ყველაფერს როგორ განსაზღვრა ანუ კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიიდან თუ ზოგადად არსებობს ეს სტანდარტი რომ ანუ ასე უნდა იყოს ეს ადამიანის ფსიქოლოგიიდან არა. ეს არის სახლის მდებარეობიდან გამომდინარე. თვითონ ადგილმდებარეობიდან განსაზღვრა. კი, როგორ დგას სახლი ჰორიზონტალურად. რაღაც შაბლონი არსებობს, ანუ რომ ასე უნდა იყოს ეს. ამისი, ხო, გამომთვლელი რუკა, რომელიც გეუბნება მე რომ ეს, მაგრამ რა არის ძალიან საინტერესო? ჩვენ ყველა ვიზიდავთ ისეთ სახლს, როგორებიც ვართ ჩვენ თვითონ. ანუ ეხლა შენი სახლის ანალიზი რო გავაკეთოთ, ხო, შენ გექნება აუცილებლად გახსნილი რაღაც გარკვეული ზონები, რომელიც შენი პროფესიიდან გამომდინარე არის და ეს ძალიან ღრმათემაა. ეს შორს წამოყვანს, მაგრამ ხო, ანუ ეხლა შენი სახლიც რო ეხლა შეიძინე, ხო? აი დარწმუნებული შენ გახსნილი გაქვს. მე მგონი ბევრ ცვლილებებს შევესწრებით და მე მგონი ვიტრაჟებსაც შემოსასვლელი კარის არ მდებარეობს, მაგით შეიძლება განსაზღვრა ადამიანის, თქვათ, ესეთი დანიშნულების. ანუ ყველა აი ძალიან საინტერესოა. ხა, ერთ-ერთი ჩვენ დამკვეთს დავყვებოდი, ესე სახლის ასარჩევად და ნუ შეარჩიეს სახლი, რომელიც შემოსასვლელი ქონდა დასავლეთით და ეს ცოლ-ქმარი საერთოდ არ არიან იდეების მიმდევრები, რასაც დასავლეთ შემოსასვლელი განსაზღვრავს და ნუ ძალიან გამიკვირდა. მეთქი აი არ დაემთხვა, თქო, ნუ არ გამოვიდა, არ დაემთხვა ეს ვასტუს თემები. აი როგორ მიხვდი ეს აი რა ბოდიში შეგაწყვეტე აი რა ანუ ამ იდეის განსაზღვრელი. მაინც რაღაცნაირად ანუ ფსიქოლოგიურ ნაწილში მივედით, ხო? არა, ყველა შესასვლელს აქვს თავის განმარტება. თუ შენ გაქვს შემოსასვლელი დასავლეთის მხრიდან, შენი ასე ვთქვათ დანიშნულება და ანუ მისწრაფებები არის სექტორები და ისინი, რასაც პასუხისმგებელია დასავლეთი. და აი ესე თითქმის უნდა იყიდოთ ის სახლი და ბოლო მომენტში არ იყიდეს სახლი. ეხლა იყიდეს სახლი, რომელსაც აქვს აღმოსავლეთ შემოსასვლელი. აღმოსავლეთ შემოსასვლელი არის ჯანმრთელობის სფერო. მე მაქვს აღმოსავლეთ შემოსასვლელი. რომელიც არის ექიმი, თან ლექტორია და ქმარი არის ბიზნესმენი. ანუ აღმოსავლეთ შემოსასვლელი ეს არის ჯანმრთელობა, ადამიანების мотиваცია, დახმარება, ბიზნესი, კრეატიულობა და აი ესეთი სფეროები და ეს სახლი რო იყოს, მეთქი ეს არის თქვენი სახლი ზუსტად. და აი ესე გადაწყდა. ამიტომ ჩვენ ახლა გვჯერა ამის თუ არ გვჯერა ფაქტი ესეა. რაღაცა მე მგონი ექსკლუზივი გვაქვს ჩვენთვის. შინაგანი ენერგიები ახლა ჩვენთვის ან მსგავსად რო არსებობს რაღაცა ჯერა რა და ეხლა როგორც წარმოვიდგინე ინტერიერის დიზაინი და დეტალებში ჩავდივარ, ეხლა იქ უნდა იყოს იქ. რა არასდროს არ დავფიქრებულ ვართ თორე შინაგანად რაღაცნაირად არის ხოლმე ხა ფერებიც ხო ემთხვევა რაღაც შენს გემოვნებასთან. ამ დეტალზე ანუ არც ვიცოდი არც მქონია ინფორმაცია და მაგას დავტესტავ. და როცა ჩაუღრმავდი ამას ძალიან და თან კიდე რა არის, ყველა ვაწყობთ ჩვენ სახლს იმ ჩვენი რაღაცა ემოციებით. აი ხა ერთი და იგივე გეგმარების სახლი ყველას არა გვაქვს, ხო? გეგმარება კი გვაქვს, მაგრამ ავეჯი შეიძლება მე სხვანაირად დავაწყო იმ სივრცეში, შენ სხვანაირად და თურმე ესეც კი დამოკიდებულია ჩვენ შინაგან ემოციებზე, რაღაც შიშებზე, დოგმებზე
და ძალიან საინტერესო და ღრმა თემაა. ამას კიდე ცალკე ერთი პოდკასტი შეგვიძლია რომ დავუკვირდეთ. ნამდვილად დამაიმე უკვე დამაინტერესა და უკვე ძალიან საინტერესოა. მე მგონი ამით უნდა დაგვეწყო თავიდან ფიქრობ, იმდენად საინტერესოა. საქართველოს არ არის ეს უფრო ფენშუიციან. ფენშუი ცოტა სხვა ტიპია, ბასტო ცოტა. კი, ფენშუი მეც გამიგია და მსვენია და ანუ ხშირად ბევრი მიმდევარიც ყავს. ჩემს გარშემოც ბევრი იყენებს ანუ ესე რომ ვთქვათ ამ მიმართულებას, მაგრამ აი ეს ბასტო მაგალითად მე არ მსმენია არასდროს და ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ რომ ამ კუთხითაც ძალიან ბევრი ადამიანი კი, ძალიან საინტერესო ახალი კუთხით გაგიცანი მე პირადად და ასე რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე საძინებლებშიც საწოლის მდებარეობა, თუნდაც ფანჯრის ძილის მდებარეობა ძალიან მნიშვნელოვანია კი, იმიტომ რომ ძილში ხდება ადამიანის ენერგიის აღდგენა და მაგ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ გძინავს, საით არის ფეხები, ასე ვთქვათ, მიმართული. და განათებაც საიდან შემოდის? ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე განათებაც. ყურადღება როგორ უნდა მივაქციოთ, როგორ უნდა დაიდგას საწოლის სწორად, რომ აი ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ ეგრე. საწოლი კარგია, როცა დგას შემოდინების სექტორისკენ ფეხები როცა გაქვს. თავი არ არის კარგი. აი თქვათ ჩრდილოეთის მოიცა ვერ წარმოვიდგინე ახლა. მეც დავიდგინე. რომელი მხარე დასავლეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ აი მაგალითად, როდესაც წევ ხარ და თავი გაქვს დასავლეთისკენ და ფეხები აღმოსავლეთისკენ, ეს კარგია. ასევე კაია თუ სამხრეთისკენ გაქვს თავი და ჩრდილოეთისკენ ფეხები. და თუ პირიქით ჩრდილოეთისკენ თავი და სამხრეთისკენ. ძილი იქნება ისეთი ცოტა მოუსვენარი, ანუ და ვერ კარგად ვერ დაიწყება. დასავლეთით ენერგიებია შემოდის სხვა რაღაცა პლუს ადამიანის ენერგეტიკული აღდგენა ხდება ქვედა ჩაკრებიდან. და ამიტომ ყოველთვის ჯობია რომ ფეხები ქონდეს მიმართული შემოდინების სექტორებისკენ და ამ შემთხვევაში აღმოსავლეთისკენ და აღმოსავლეთისკენ ფეხები. ასევე ამათი რაღაცა ძალიან მემთხვევი და მე მგონი ჩვენი ფსიქოლოგიური ნაწილი არის ეს და იმიტომ დამაინტერესა, იმიტომ რომ ორივე სახლში მართლა ისე მაქვს საძინებელი, ოღონდ არ ვიცი უნებლიეთ გეგმარებიდან გამომდინარე სხვანაირად არ გამოვიდა ჩემს შემთხვევაში ეს თემა, აი მაგალითად ახლა თუმცა დამთხვევა არის თუ რეალური არ ვიცი, მაგრამ მართლა ესე დაემთხვა რომ დასავლეთიდან იწყება ზუსტად აი შემოდინება არის აღმოსავლეთიდან ჩემთანაც და რაღაცნაირად ესე დაემთხვა. ეს არ არის დამთხვევა ეს. ჩვეულებრივად მე სახლი აი ეს ენერგიები და როგორ ნაწილდება ეს ყველაფერი ჩვენზეც მოქმედებს. აისახება მე ეს ყველაფერი. კი, რა თქმა უნდა. თუმცა მაინც განწყობას ალბათ ჩვენც უნდა ვქმნიდეთ ცოტა. არა, ეგ მაინც ხალის ენერგია სახლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ, ანუ მე და ნათია ვიგულისხმეთ ასე. ქალები. არა, რა თქმა უნდა, განწყობა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახლის აურაზეც გულისხმობ ამ შემთხვევაში. ძირითად შემთხვევაში ახლა საუბრობთ იმაზე, რომ ძველი გადმონაშთი არის, ძველი სწავლების მეთოდოლოგია არის, რასაც ახლა ვაკეთებთ აქცენტს, ხო? ვასტუ ხო სწორად დიახ. ეს არის ძველი გადმონაშთი არ არის, ეს არის ბუნების კანონებზე დაფუძნებული სწავლება. ანუ ძველი ხალხისთვის ხო არის იყენებს ამ ყველაფერს, იყენებდა უბრალოდ. კი, ეს თავისთავად ხდებოდა. რომ ჩვენ ხა სახელი არ ვწოდით სწორად ამის, ხო, მიმდევრობა თუ მიმართულება როგორ არის სასახლების ასაშენებლად თავიდან სულ, უფრო არქიტექტურული ეს არის მიმართულება, რომ სახლი იდგეს სწორედ იმისთვის, რომ აი ვთქვათ მეფეები ხო, ვინც ცხოვრობდნენ ამ სახლში, იდეალური ის ქონდათ. რატო იყო ვთქვათ საპირფარეშოები ადრე გარეთ რო აკეთებდნენ? იმიტომ რომ საპირფარეშო არის დაბინძურება ამ ენერგიის. საინტერესო ის რომ დავუკვირდე. ანუ რომელ სექტორში მდებარეობს საპირფარეშო, ეს არის ჩვენი უკმაყოფილებები, იცით? ანუ შიდა სივრცეში არ უნდა გქონდეს? არა, ნუ ეხლა წარმოუდგენელია. არა, დღეს არ არის. არა, რატო ვიცახი, იცი? ანუ ადრე ხო ესე აკეთებდნენ. თუმცა გარეთაც აუცილებელია. აი ხნუ კერძო სახლში მოვე ხა კერძო სახლში როცა არის საუბარი აუცილებელია, იმიტომ რომ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ თავიდან რაღაცნაირად გავთვალეთ შეგნით, თუმცა მივხვდი, რომ აი არ ვიცი, რაღაცნაირად ვასტუს მემთხვევი მე მგონი, მაგრამ ყველაფერი ისე მინდოს რაღაცში. კი, აშკარად არიან ადამიანები, რომლებიც ხდომენ ხა იმ გოგონამაც იგრძნო, რომ ეს შავი ქვა, უბრალოდ რომელიც დიზაინერმა გავკვეთა, აღჩობდა. აი მე მაგალითად არ მსიამოვნებს, რომ აი შიდა საპირფარეშოში, ანუ უცხო ადამიანებს არ გულს, ხო უცხოს ოჯახის წევრებს არა, რა თქმა უნდა. არ მსიამოვნებდა, რომ ვინმე ამ სარგებლობდა და ამიტომ მოითხოვა ამ სივრცემ გარეთაც რაღაცნაირად. თუნდაც სახლის ცოტა მოშორები. დღესდღეობით ძალიან რთულია ესე გარეთ გააკეთოს საფი კორპუსში როცა. არა, კორპუსს არ გულისხმობ, რა თქმა უნდა, როცა არის კერძო ქალაქად მანდაც არის რაღაც ფერები, თქვათ იმის მიხედვით, რომელ სექტორში მდებარეობს თქვენი საპირფარეშო, რა ფერები უნდა გამოიყენოთ იმ სექტორში, რომ უფრო თქვათ დააბალანსო ის, რასაც
უკმაყოფილება დამავიწყდა პირველი თემა და ისე ჩავერთეთ ამ თემაში, მე მგონი გემოდელობაში ახლა ყველამ ვიცით, AI ძალიან ცვლის ბევრ პროფესიას და ბევრ რაღაცაში ძალიან გვეხმარება და გვიმარტივებს. ხო, აი ზუსტად ჩემი კითხვაც მაგას ემთხვევა. თანამედროვე ინტერიერის დიზაინი, როდესაც იქნება, აი ამ ძველი მეთოდოლოგიები, რაც არის და სწავლება ბუნებრივობა, რამდენად ჯდება და ითვალისწინებს ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერს, ან თუ იყენებთ რამდენად პრაქტიკულად ხელოვნურ ინტელექტს დიზაინში. სხვათაშორის მე როცა გავეცანი ამ ვასტუს და ამის, დაუსვი კითხვა AI-საც, რომ მეთქი სხვათაშორის ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ყველა კითხვა, უბრალოდ ისე როგორც სხვა სფეროებში, ანუ სწორი კითხვები უნდა დაუსვათ. და სწორედ მიმართულება უნდა მისცე. ხა AI ძალიან კარგია, უბრალოდ მან იცის ძალიან მშრალი და ესეთი სწორხაზოვანი ისი, როდესაც უღრმავდები და მეტ კითხვას უსმევ, ანუ ჯერჯერობით ჩვენი ჩართულობა საჭიროა AI-ში. არ ვიცი მომავალში რა იქნება, მაგრამ დღესდღეობით ახლა რამდენად შეიძლება მომხმარებელმა თლიანად დაუჯეროს ხელოვნურ ინტელექტს რა რეკომენდაციებსაც თავაზობს. ჩვენ სფეროში უკვე ძალიან ბევრი იყენებს სხვათა შორის ამას. ხა მეც მქონია რომ აი ChatGPT-ს გავაკეთებინე ჩემი ოთახის ინტერიერი და მომწონს. კი, შეიძლება მოგწონს და იყენებენ რაღაც სტილისტურ მიმართულებას მისცემ იმას, მაგრამ მე კიდე ეს უნდა შეასრულო. ასევე ChatGPT-მ არ იცის იმ სახში რამდენმა ადამიანმა უნდა იცხოვროს და ყოველს თავის გემოვნება რო აქვს და თავისი იგივე ენერგია. აი მაგას მგონია რომ ეს ვერ ჩაანაცვლებს. ყველაზე მთავარი ემოციაც. მე ვფიქრობ რომ ემოცია ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი შეუცვლელია ადამიანის და ChatGPT-ში განმასხვავებელი ფაქტორი არის, რაშიც ჯერჯერობით კონკურენციას უწევთ, იმიტომ რომ ემოციური ფონი ძალიან მნიშვნელოვანია. ემოცია და ენერგია ხო, რაც ხა ის მაინც ხელოვნურია. და კი, ბევრ რაღაცას გვიადვილებს, ძალიან გვეხმარება, მაგრამ ჯერჯერობით ადამიანები მაინც საჭირო ვართ. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვივიდა. მე პირადად ვასტუს შესახებ დღეს პირველი აღმოჩენა იყო ჩემთვის და ამაზე ძალიან დეტალურად გავეცნობ ინფორმაციას, იმიტომ ძალიან დამაინტერესა და ასევე კვლევებმა, რომელიც ინტერიერის დიზაინის მიმართულებით არის 2-3 წლის გავეცნობოდი ამ ინფორმაციას ძალიან დამაინტერესა მაგ თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ ჩვენს მომხმარებლებსაც ძალიან დაინტერესებს ამ კვლევებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რა შეიძლება იყოს 2027, 2028 და 2029 წლებში და ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება. და ერთი კითხვა მაქვს ბოლო, ანუ მაინც ნათიას დაუტოვოთ ბოლო სიტყვა, აი რას ურჩევდა დამწყებდა დიზაინერებს, ინტერიერის დიზაინერებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, როცა დიდ პროექტებს იღებენ, რადგან შენ მაინც დიდ პროექტებთან ერთად ხარ ესე რაღაცნაირად წარმოდგენილი ჩემთვის. გამოცდილებას იღებს სწავლით. თამამად მიუძგნენ ამ პროფესიას, ძალიან დიდი ინფორმაცია დღესდღეობით და თან ჩვენი პროფესია ისეთია, რომ არ არის, რომ აი თქვა ისწავლე და იცი ეს ყველაფერი. ეს იმდენად ცვალებადია ეს ყველაფერი. სულ უნდა გედოს პულსზე ხელი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იცვლება მასალები, იცვლება ტექნოლოგიები, ანუ ძალიან ბევრი რამე სულ მოძრავია ეს თემა. და ვფიქრობ, რომ დიზაინერი, იმიტომ არის დიზაინერი, რომ უნდა ყველაფერში იყოს ჩახედული და გათვითცნობიერებული იგივე, რომ თქვათ ვიღაცამ არ მოგატყუოს და თქვას, რომ არა იცი რა ეს არ გამოდის, როცა შენ მყარად დგეხარ შენ ცოდნით და შენი გამოცდილებით, რა თქმა უნდა, უფრო მეტად მოყვება მერე დამკვეთით და შემსრულებელიც და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენი პირველი ის არის სწავლა. დიდი მადლობა ამ რჩევისთვის. აუცილებლად იმედი მაქვს და ვფიქრობ, ურჩევდი მეც რომ გაიზიარონ შენი რჩევები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ამ მიმართულებით, რაც შეეხება დიდ პროექტებს განსაკუთრებით. ასე რომ თუ გსურთ მიიღოთ საინტერესო რჩევები რემონტის და ინტერიერის დიზაინის შესახებ, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დააკომენტარეთ ამ ვიდეოს ქვეშ თუ რაიმე დამატებით კითხვა გაქვთ და გაინტერესებთ. ძალიან დიდი მადლობა ნათია რომ გვესტუმრეთ დღეს. ძალიან საინტერესო თემები ჩავშალეთ დღეს და მე პირადად ორი რამ უნდა ვისწავლო. ერთი ვასტუ, და ბოლოს უნდა შევისწავლო. და კვლევები აუცილებლად რაც მაინტერესებს, იმიტომ რომ ეხლა დაგეგმარების პროცესში ვარ და რემონტის პროცესში ვარ და შესაბამისად მაინტერესებს ისეთი გარემო შექმნა, რომელიც დროს გაუძლებს. და შესაბამისად სწორად მივყვე ამ ყველაფერს და ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გემოდელი საინტერესო პოდკასტისთვის. საინტერესო პოდკასტისთვის. წარმატებები. წარმატებები და მადლობა დიდი კიდევ ერთხელ.